პირველად ისტორიაში ხელისუფლება სახალხო დამცველს არც ებრძვის, არც აკრიტიკებს. ლევან იოსელიანის ხელფასი გაორმაგდა და 13,000 ლარს გადასცდა. მაგრამ საქმე მაშინ, როდესაც ქუჩაში ხალხს ცემენ, უსაფუძვლოდ აკავებენ, აშინებენ და ადამიანების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, მოქალაქეები იოსელიანს ეძებენ, ის ან სთუმს, ან მომხდარზე დაგვიანებით რეაგირებს. სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორსაც ჩამოშორდა, მათ იშვიათად ხვდება და აზრსაც ნაკლებად ითვალისწინებს. 2023 წლიდან გაიზარდა როგორც სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი, ისე თანამშრომელთა ხელფასები. პარალელურად ბოლო 2 წელია სახალხო დამცველის ტონი შერბილდა, კრიტიკული დოკუმენტების რაოდენობამ კი იკლო. უწყება, რომელიც 28 წელია ხელისუფლებას აკრიტიკებდა და აკონტროლებდა, დღეს მისდამი ლოიალური გახდა. გვიჩნდება კითხვა, როგორ მოიპარა ოცნებამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ბოლოს უნდა ვახსენოთ სახალხო დამცველის მოადგილეებიც, ოცნების წევრებთან დაახლოებული ადამიანები. 3-დან 2-ს ადამიანის უფლებების მხრივ არც გამოცდილება აქვს და არც კომპეტენცია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაგვიჩნდა. თუმცა იოსელიანი სამთავრობო მედიებს წყალობს, ჩვენს კითხვებს კი არ პასუხობს.